მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო აკვიეტებულ ფიქრებზე. როდესაც კონკრეტულ ადამიანზე მუდმივად გეფიქრებათ, მუდმივად აკვიეტებულად გეფიქრებათ, მიჯაჭვული ხართ მის ფიქრებზე, მასზე ფიქრებზე და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ გსიამოვნებთ ხო, სავარაუდოდ, ვინც ხართ ასეთ მდგომარეობაში, ეს ყველაზე ტოქსიკური, ყველაზე არასასიამოვნო მდგომარეობა იმ სიტუაციაში, როდესაც უკვე აღარ გაქვს ადამიანთან ურთიერთობა და შენ მაინც ცდილობ, რომ შენს ფიქრებში რაღაც გამართლება მოუძებნო მას. რატომ წავიდა, რისთვის წავიდა? ალბათ ამიტომ წავიდა. ვიღაცამ შეაცდინა და იმიტომ წავიდა. დამიჯერეთ მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა, აკეთებენ ჯადოებსაც, რაღაცებსაც უკეთებენ ადამიანებს, რომ ოღონდ მასთან იყოს. ეს არის მათი პრობლემა. ეს არ არის თქვენი პრობლემა. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ეს ძალიან მტკივნეულია, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელიც გიყვართ, მისთვის ყველაფერს რომ გააკეთებთ, ესე ჩვეულებრივად დგება და ერთ დღესაც გტოვებთ. ყველანაირი ახსნების გარეშე. ყველაზე რთული მდგომარეობა არის ურთიერთობაში. ალბათ, როდესაც ადამიანი გტოვებს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. მესმის რთულია, მაგრამ უფრო რთული და საშიშია ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იგდებთ ამის შემდეგ თავს, რომ მუდმივად გეფიქრებათ მასზე. მიჯაჭვული ხართ. ბოდიში მომეწია შეწყვეტა. და ყველაზე საშიში მდგომარეობა ის საკუთარი თავისთვის, რასაც ამ დროს ადამიანები ვაკეთებთ. მარტო 1-2 არა, უმრავლესობა არის ესეთ მდგომარეობაში. ეს ძალიან ნორმალურია, ცოტა ხნით, რა თქმა უნდა. რობოტები არა ვართ. ადამიანები ვართ, ადამიანური შეგრძნებები გვაქვს, მაგრამ ის რომ დროში იწელება, გადადის ქრონიკულ დაავადებაში, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი და საკუთარ თავს წირავ ვიღაცაზე ფიქრისთვის და ინადგურებ იმისთვის თავს, რომ ვიღაცამ არ დაგაფასა, დაგტოვა და სხვასთან წავიდა, ან საერთოდ არავისთან არ წასულა და არ იცი რატომ დაგტოვა, ძალიან რთულია გაურკვევლობა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ რამე ოდნავ ძალა გვაქვს ადამიანებს, ბოლო წვეთამდე უნდა გამოვიყენოთ ამ დროს იმისთვის ჩვენი ძალები, რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავებზე. რაში გამოიხატება ახლა ეს ზრუნვა? პირველ რიგში იმაში, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ აი ამ მიჯაჭვულობას ჩავეხსნათ. რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამისთვის? ეხლა ვიღაცებს შეიძლება ძალიან ბანალურად გეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ცხოვრების მოტივაციას პოულობ. რა შეიძლება იყოს ეს მოტივაცია, ხო? რაღაცა ახლის სწავლა, ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, არსებობს უფასო კურსებიც, რაღაცა ახალი ჰობის შეძენა, ხო? რაღაცა
რაღაცა არა, ვიღაცა ადამიანების გაცნობა არ ვიძახი, რომ ამ ურთიერთობიდან გადაერთოთ სხვა ურთიერთობაში ეგრევე. ეს არის ძალიან ყოველად დაუშვებელი. უბრალოდ ვიძახი, რომ გაიცნოთ ახალი ადამიანები, იურთიერთოთ მათთან, დაანებოთ თავი ისეთ გარემოცვაში ყოფნას, სადაც პირიქით გახსენებენ ამ ადამიანს. დაანებოთ ტოქსიკურ, დამძგუნველ და ენერგოვამპირ ადამიანებთან ურთიერთობას და გადაერთოთ ისეთებთან, სადაც ძალიან კარგად გრძნობთ თავს. ეს არის ელემენტარული, რაც ამ დროს შეგიძლიათ გაუკეთოთ საკუთარ თავებს. და არა მარტო ამ დროს, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები სულ ასე უნდა ცხოვრობდნენ, რომ მუდმივად ვითარდებოდნენ და ჰქონდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მათ აბედნიერებთ. ნუ, რა თქმა უნდა, ყველა ცხოვრებაში არის ისეთი პიროვნებები, ვინც ნაკლებად კარგად მოქმედებენ ჩვენზე, მაგრამ უმრავლესობა, როდესაც ყვავს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩვენზე, კმაყოფილების შეგრძნებას გვაუფლებენ, ის უარყოფითი პიროვნებები შემდეგ ნაკლებად მოქმედებენ ჩვენს ბუნება განწყობაზე, ხო? კარგით, და რა ვიცი, რა შეიძლება დავამატო. ამებს იმიტომ საუბრობ, კიდევ ბოლოში ვიტყვი, რომ ძალიან ბევრისგან გრძნობ, რომ არის მუდმივ მოლოდინის რეჟიმში. სულ ელოდება მას. და ალბათ ამიტომ მომინდა ამ ყველაფერზე საუბარი. თუმცა არ ვიტყვი, რომ მარტო სხვისი საუბარი ესეც ძალიან კარგია, მაგრამ მარტო საუბრით ვერ ვუშვებით ამ ყველაფერს და აუცილებელია თერაპიები, აუცილებელია მედიტაციები, აფირმაციები, საკუთარ თავს თავდაჯერებულობის ამაღლება, რომ თქვენს თვალში ის ადამიანი აღარ იყოს გაიდეალებული და აღარ გეგონოთ, რომ მის გარდა საუკეთესო არავინ აღარ არის და აღარავინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში მის გარდა მასზე უკეთესი. ასე რომ გირჩევთ მეგობრებო, ვინც ხართ ასეთ მდგომარეობაში, გადაერთოთ საკუთარ თავებზე. აი წარმოიდგინეთ თქვენს ასეთ პატარა ცხოვრებას, რაც არ უნდა 100 წელი და 100-ზე მეტი წელი იცხოვროს ადამიანმა, მე ვფიქრობ, რომ ყოველს ცხოვრება მაინც რაღაცნაირად პატარა, იმიტომ რომ დრო ძალიან მალე გადის, ხო? და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმის მიუხედავად, რომ თავის წუთებს, დღეებს, თვეებს და წლებს ატარებდეს იმის ზრუნვაში, რომ საკუთარი თავი, ცხოვრება გაიმჯობესოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, დრო გაჰყავს იმაზე ფიქრში, როდის დაბრუნდება ეს ადამიანი. ის ადამიანი, რომელმაც ის მიატოვა. ის ადამიანი, რომელმაც მიატოვა და წესით მას, ამ ადამიანს, აღარ უნდა აინტერესებდეს მისი ფიქრები, რას ფიქრობს ის, რა ნაბიჯებს გადმოდგამს. თუმცა ინტერესიც არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაინტერესებდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას ვუსვამ, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცნაირი პათოლოგიაში გადასული, ყოველდღიურობაში გადასული, ხო? იზრუნეთ მეგობრებო ამ ყველაფერზე, იზრუნეთ საკუთარ თავებზე, საკუთარ სულიერ განვითარებაზე, იზრუნეთ, გადაერთეთ თქვენ სულებზე და არა რაღაც არაფრის მომცემ დამოკიდებულებებზე, რომლებიც გაკარგვინებენ ცხოვრების ბედნიერ წამებს.
და რაც მთავარია, გიქრობენ ყოველდღიური, აი როგორ გითხრათ, თვალს რომ გაახელთ და ფერად დღეს რომ დაინახავთ, აი ამ შეგრძნებას გიქრობენ ადამიანები. დამიჯერეთ, ბედნიერი ადამიანები ყოველ დღე ფერადად ხედავენ, ნათლად ხედავენ, იმედიანად და რწმენით ხედავენ თავიანთ დღეებს, ყოველი გათენებული დილიდან. და თქვენ თუ ამას ვერ გრძნობთ ამ წუთას, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ყოველი გათენებული დილა იყოს ბედნიერი. შეიძლება საერთოდ არც არაფერი მოხდეს მასშტაბური, მაგრამ ელემენტარულმაც კი გაგაბედნიეროთ. უბრალოდ იმან, რომ გათენდა, ბნელი აღარ არის ნათელია და აი მაგანაც კი ბედნიერი გაგხადოთ. გისურვებთ ყველას აი ასეთ ასეთ სულიერ მდგომარეობამდე მისვლას. კარგი. მოდი დავიწყოთ ჩვენი გაშლა, ცოტა დიდი შესავალი გამომივიდა, მაგრამ მე ყოველთვის ვითვალისწინებ მაინც თქვენს თხოვნებს, ამის მიუხედავად, რაც ახლა ვისაუბრე, ვითვალისწინებ თქვენს თხოვნებს და გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. შეიძლება საერთოდ არ გყავთ, ხო, ისეთი ტოქსიკური პიროვნება ჩაფიქრებული ახლა ამ წუთას და გყავთ ნორმალური ადამიანი ჩაფიქრებული და გაინტერესებთ, რას ფიქრობს ის თქვენზე. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება. თქვით გულში მისი სახელი და გვარი და დავიწყოთ. გავიგოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რას ფიქრობს თქვენზე. კარგად რომ გამოჩნდეს. ძალიან დადებითი ფიქრები აქვს მეგობრებო. თითოეული. ბოლოში ცოტა გაახვჭა. კაი. დავიწყოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, ამ ადამიანზე ძალიან დიდი გავლენა გაქვთ. ის ასე ფიქრობს თვითონ. ძალიან დიდი ძალა გაქვთ მასზე. შეიძლება ამას არ აღიარებს და არც უნდა ოდესმე რომ აღიაროს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ მასზე გაქვთ ძალიან დიდი ზეგავლენა, რადგან მისთვის თქვენ ხართ რაღაცნაირი ტრანსფორმაციული ადამიანი. აი როგორ გითხრათ, ადამიანი, რომელიც მასში ბევრ რამეს ცვლის. ადამიანი, რომელსაც გამოჰყავს ერთი გაყინული მდგომარეობიდან. ადამიანი, რომელსაც გამოჰყავს როგორი მდგომარეობიდან, იცით, რომ აი შეიძლება რაღაცას აკითხზე მთელი ცხოვრება ერთ აზრზე იყო, ერთ რაღაცას ფიქრობდა მუდმივად და აი თქვენ რომ გაკიცნოთ, ამის შემდეგ მას აი ამ აზროვნებაში ან ქმედებებში ამოუტრიალდა ყველაფერი და შეიცვალა რაღაცნაირად ქმედებები, აზროვნება და შემდეგ ეს ქმედებებშიც გამოიხატება, ხო? თქვენ მისთვის ხართ ძალიან სტაბილური, ოჯახის წევრად აღგიქვავთ, ძალიან ხა სიტყვა მომდის, უცებ მომივიდა ესეთი სიტყვა, კრეატიული. ძალიან კრეატიული ადამიანი ხართ მის თვალში, ძალიან მიმზიდველი, გარეგნულადაც, იცით როგორი დახვეწილი ნაკვთები გაქვთ მის თვალში ძალიან.
ასევე ის ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით. ძალიან მოგწონთ საკუთარი თავი, მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ. და აი ასეთად რომ აღგიქვავთ ეს ადამიანი, ხო? აი აქედან გამომდინარე თვითონაც ეცვლება თავისი ცხოვრება. თქვენთან ურთიერთობა უცვლის მას ცხოვრებას. რაღაცნაირი აი ესეთი მაგიტომ თქვი, რომ ტრანსფორმაციული ადამიანი ხართ მისთვის. თუმცა ფიქრობს, რომ ასევე ძალიან ნელი ხართ სასიყვარულო ურთიერთობებში. ან ზოგადად ურთიერთობებში. ძალიან ბევრს ფიქრობთ, რომ რამდენად ღირს ამ ადამიანთან დაახლოვება. ის ესე ფიქრობს თქვენზე. ანუ ამას იმიტომ ფიქრობთ, ხვდება კიდეც რატომაც. შეიძლება ძალიანაც გინდათ, ძალიანაც გაბედნიერებთ ეს ადამიანი, მაგრამ ცდილობთ რომ манипуляციებით, სხვათა შორის, ფიქრობს, რომ манипуляტორი ხართ ძალიან კარგი. манипуляციებით ცდილობთ, რომ თუ გქონდათ რაღაცა ისეთი გულის ტკივილი, გულის ტკენა, თუ არა სავარაუდოდ ფიქრობს ის ადამიანი, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა წარსულში გულნატკენი ხართ ძალიან, აი манипуляციებით დაფაროთ ეს ყველაფერი და თავი წარმოაჩინოთ ბედნიერ კმაყოფილ ადამიანად. შეიძლება ისედაც ხართ, მაგრამ აი ეს გულის ტკენა რაც გაქვთ ეხლაც კი ის ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ფარავთ манипуляციებით აი ამ ყველაფერს. კარგი, აბა გავიგოთ კიდევ რას ფიქრობს თქვენზე თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ის ახლა ფიქრობს, უკაცრავად, ფიქრობს, რომ ამ წუთას ძალიან მარტო ხართ, მარტოსული, ან ზოგადად მარტოობაში ხართ, რაღაცნაირად არავინ არ არის თქვენს გვერდით. და ძალიან ბევრს გათვალიერებთ, ასე ვთქვათ. ოცნებობს თქვენზე, მაგრამ თქვენ მისთვის ამ წუთას ხართ ძალიან ფარული. აი რა დაფარული არის ის რას ფიქრობთ, რას აკეთებთ საერთოდ რაღაცნაირად კი გათვალიერებთ ყველგან, მაგრამ აი არის ის რა მდგომარეობაში ხართ ახლა ერთი იმას ხვდება, რომ ხართ რაღაცად მარტო. კაი. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? აი. ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ძალიან მრავალ სახიანი ადამიანი, თუ როგორ ვთქვა, მრავალფეროვანი ადამიანი ხართ მის თვალში. ესე იგი, ერთის მხრივ ხო ძალიან ცეცხლოვან და აი რაღაცნაირად ნებიან ადამიანად აღგიქვავთ. მეორეს მხრივ ძალიან დაბალანსებული და ჰარმონიული პიროვნება ხართ და ასევე ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ ცხოვრებაში. კიდევ ფიქრობს, რომ მის აი კიდევ იგივე ამოვიდა რაღაცა ტრანსფორმაციის არკანი. კიდევ ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში თქვენ ხართ ტრანსფორმატორი, ასე ვთქვათ, საინტერესოა. კიდევ ვიკითხოთ, აბა, კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას ფიქრობს თქვენზე და მოვჩები, კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე.
ეს ადამიანი ამ წუთას ძალიან ცუდად გრძნობს თავს. გადაწყვეტილი აქვს ნაბიჯების გადმოდგმა, რადგან არ ვიცი, ვინც სასიყვარულო ურთიერთობებზე უყურებთ და ეხლა არ ხართ ერთად, ფიქრობს, რომ გადმოდგას ნაბიჯები, რადგან სიყვარული აქვს თქვენს მიმართ, უყვარხართ ამ ადამიანს, ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენს მიმართ და ფიქრობს, რომ აი იმოქმედოს სწრაფად. იცი როგორ სწრაფად? აი უბრალოდ იმოქმედოს აი ისე, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადმოდგას. ერთი ნაბიჯი გადმოდგას და იყოს დიდი ნაბიჯი. რომ მეტი რაღაცის გაკეთება არ მოუწიოს, ასე ვთქვათ. იმ ერთმა ნაბიჯმა რომ გამოიწვიოს რაღაცნაირი სტაბილურობა თქვენ შორის. კი ბატონო, რადგან ეხლა საკმაოდ დაბნეულია ეს ადამიანი, იმიტომაც არის ცუდად, რომ თქვენ ხართ ძალიან კითხვის ნიშანში, ასე ვთქვათ, ძალიან დაფარული, ისეთ იდუმალ ენერგიებში ხართ რაღაცნაირად და ეს ადამიანი ამის გამო ძალიან ცუდად არის, ვერაფერს ვერ იგებს თქვენზე, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და ამიტომ ცდილობს, რომ სწრაფად გადმოდგას ხარისხიანი ნაბიჯები. კარგით, მეგობრებო, დავასრულებ ასე დღევანდელ გაშლას, დაგემშვიდობებით. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ვისაც მოგწოთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, YouTube-ის გვერდი, ასევე TikTok-ის გვერდიც, იცით რომ მაქვს ახალი შექმნილი მაქვს TikTok-ის გვერდი და გამიხარდება თუ იქაც გამომიწერთ. დაგემშვიდობებით, დროებით.